გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მე გახლავთ HiTech ბლოგის ბლოგერი. მე მიმოვიხილავ Linux და Unix ოპერაციულ სისტემებს და ასევე კიბერსამყაროში მიმდინარე მოვლენებს. დღევანდელ თემაში მე გაჩვენებ თუ როგორ შეიძლება ძალიან მარტივი მანიპულაციით შემტევმა მიიღოს თქვენს კომპიუტერზე გარკვეული უფლებები ან შეგაფერხოთ მუშაობაში. პირველი ჩემი განხილვის თემა იქნება Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა RDP-სთან დაკავშირებით, როდესაც შემტევს შეუძლია თუ თქვენ გახსნილი გაქვთ RDP, განახორციელოს შეტევა და შეტევის დროს თქვენს კომპიუტერზე გამოჩნდება ეგრეთ წოდებული სიკვდილის მწვანე ეკრანი, blue screen-ი, რომლისგან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერის ფიზიკური რესტარტის შემთხვევაში. მოდით ახლა პრაქტიკულად ნახოთ თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. შევიდით ვანახებთ თუ რა უნდა იყოს ჩართული. აქ უკვე გაწერილია. როდესაც მე ტესტს ვატარებდი, გავწერე, ამის გაწერა ხდება ასე. და უბრალოდ ერთი ჯადოსნური სიტყვა. მხოლოდ ფიზიკური გამორთვა შველის. როგორც ხედავდით, მან firewall-ი ჩართული იყო. ეს მეორე ჩვენი განხილვის თემა იქნება Java-ს vulnerability. ეს არის ძალიან ახალი. არც ეს იყო ძველი, მაგრამ მე გთხოვთ ყველას ყოველთვის გააკეთეთ ოპერაციული სისტემის განახლება, რადგან თავიდან აიცილოთ ის, რაც ახლა ვნახეთ.